წალკელები მიუსაფარი ცხოველების სტერილიზაციას და თავშესაფრის აშენებას ითხოვენ. ამბობენ, რომ მუნიციპალიტეტში საკმაოდ მომრავლდნენ მიუსაფარი ძაღლები. ცდილობენ შეიფარონ და გამოყვებონ, მაგრამ ხშირად ეს შეუძლებელია მათი რაოდენობიდან გამომდინარე. ვთხოვთ, რომ ეს ძაღლები ჩვენ დავეხმარებით, ავაკრებიოთ და იმის კითხვის კი არა, რომ რაიმე დაუშავდნენ. იქნებ რაიმე თავშესაფარი უნახოთ ამ ძაღლებს, რომ ჩვენც დავისვენოთ და მათაც ჩვენიდან დაისვენონ ცუდი ქცევისგან. ვეცოდება და ვაჭმევთ, ხომ ვერ მოვკლავ. ძაღლი გიყურებს ბავშვით, პატარა ბავშვით რომ აჭამებ. ვაჭმევ მრავლდებიან, ჩვენ სტერილიზაცია 200-300 ლარიღის რომ სტერილიზაცია გავუკეთოთ. თბილისში ჩავიყვან ძაღლი, როგორ უნდა ჩავიყვანოთ, მე ვერ წავშურა სამათლოში. ვერ ჩავიყვან, არა, ვერ ჩავიყვანე ძაღლი. ამიტომ გამრავლდნენ, ჩვენ ვერაფერს ვერ შევით, აღარც ხბოდატოვეს სოფელში, აღარც ქათამი. აგერ თქვენ აღარც ქათამი, ქათმები საერთოდ აღარ არიან, ნახავ ვინმე შემოიშენოს ისინი ჭამე ყველაფერს. წალკელები გვიყვებიან, რომ გარდა იმისა, რომ საკუთრივ ცხოველები არიან რთულ ვითარებაში, დასნებოვნებულები და ხშირად მშივრები ზარალდება მოსახლეობაც. არის შემთხვევები, როდესაც მშიერი ცხოველი შინა მეურნეობას აზარალებს. ჯემალი რემაძე სოფელ ტბეთში ცხოვრობს. გვიყვება, რომ მიუსაფარმა ძაღლებმა შინაური ცხოველები შეუჭამეს და ძალიან დაზარალდა. თუმცა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ძალიან უყვარს ძაღლები და ჰუმანური ადამიანია. შესაბამისად სურს მიუსაფარ ძაღლებს შესაბამისი ყურადღება ეთმობოდეს. ძაღლები არიან გასული მინდორში. გლეხმა, ჩემმა მეზობელმა, რომელიც ვიცი როგორი წვალებით გაიყვანეს ბოჩულა და იქ შეჭამეს, ეს ძალიან ცუდია, ამიტომ რომ უთანხმოებაც ხდება მეზობლებში. იქნებ ვინმე გულისხმიერი ვეტექიმი გამოჩნდეს, რომელიც წალკაში ჩამოვა და სტერილიზაციას გაუკეთებს ჩვენ ძაღლებს. პირველი მე ვიქნები, ვინც რომ გვაქვს ძაღლები, რომელიც არიან სხვადასხვა ჯიშის ძაღლები და მე ვიქნები, რომელსაც ჩემ ძაღლს ჩავიყვან ლაბრადორს და გაუკეთებ სტერილიზაციას. რას თავაზობს სახელმწიფო მოსახლეობას? სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის სახელმწიფო პროგრამის განხორციელება უკვე დაიწყო. ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის 2026 წლის პროგრამის მიზანია ცხოველთა მიკვლევადობის უზრუნველყოფა და ცოფის პრევენცია. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს მასშტაბით გარდა თვითმმართველი ქალაქებისა პატრონიანი ძაღლების ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ჩიპირება, ერთიან ბაზაში რეგისტრაცია და ძუძაღლების სტერილიზაცია. უპატრონო მიკეტლებული ძაღლების ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, იდენტიფიკაცია, რეგისტრაცია და კასტრაცია, სტერილიზაცია. ცნობილია, რომ ქვემო ქართლში, სამეგრელო, ზემო სვანეთსა და სამცხე-ჯავახეთში დაგეგმილია ახალი მუნიციპალური თავშესაფრების მშენებლობა. ახალი მუნიციპალური თავშესაფარი აშენდება მარნეულში. ტენდერი უკვე გამოცხადებულია. ასევე ცნობილი გახდა, რომ ვეტერინარული კლინიკები რეგიონებში პატრონიანი ძუძაღლების სტერილიზაციას და ჩიპირებას უფასოდ ჩაატარებენ. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, პროგრამა განხორციელდება წალკის მუნიციპალიტეტშიც. როდის დაიწყება აღნიშნული პროგრამა წალკაში? როგორ მართავს მუნიციპალიტეტი მიუსაფარი ძაღლების პრობლემას? ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით წალკის მუნიციპალიტეტის პრესასთან ურთიერთობის სამსახურს. მივწერეთ კითხვები, თუმცა პასუხები ამ დრომდე ვერ მივიღეთ. პასუხების მიღებისთანავე მასალა შესაბამისად განახლდება.